ირაკლი გენაცვალე, ესე გილოცავ დღევანდელ დღეს შენი დაბადების დღე არის 72 წლის გახდი, ხო? ვითახარ ბედნიერი ამ წლებში ყველაზე ბედნიერი დღეები როდის გქონდა და რა შეგიძლია შენ განვიცხოვრებაზე. ნუ 72 წელი ჯერ კიდევ წინა გაქვს 100 წლამდე მე 100 წლის სიცოცხლეს გისურვებ, მაგრამ ნუ საკმაოდ კარგი ისეთი ასაკია რა. ახალგაზრდების სიბერეს უზახიან ამას, მაგრამ შენ ყოველთვის ახალგაზრდად გამოიყურები და აქედან გამომდინარე მაინტერესებს შენი განვიცხოვრები და ყველაზე ბედნიერი დღეები. ახალგაზრდად გამოყურებას მირჩევნია ახალგაზრდა ვიყო, გითხრას იმართი. რა უნდა გითხრა, აბა, შემოძმაო, გავლილ ცხოვრებაზე გეტყვი იმას, რომ იმნაირ ქვეყანაში მოგვიწია ცხოვრება, კარგად იცი? შენს ასე ვთქვათ მონაცემებს თუ შენს რაღაც პიროვნებას არ გასცემ. ხო, პირობითად რა, ვერაფერს ვერ გააკეთებდი, ვერ განახორციელებდი, ვერაფერს ისე ჩაკეტილი და იმაში ვიჯი, ყველამ ვიცით ეხა ხო, შენც არ ახარ, პატარა ვიჯი და 70-იანი წლებზე გვაქვს ლაპარაკი, ხო? სიმართლე არაფერი შეცვლილა. იმ გავლილი ცხოვრებიდან ერთადერთი ვიცით ვარ ბედნიერი და ვიცით ვარ მაყოფილი, აგერაა ჩემი შვილები ანგან შემოევლო, ჩემი თავი შენ ხარ ჩემი ბატონი და ეს არის ჩემი სიცოცხლე და ჩემი ცხოვრება. აწი, გინდა 72 იყოს, გინდა 92, არცავარია მოუყარე, თავი ამას და აქამდე მოვედი და ისე მართლა ძალიან ჩქარა გაგვიფრინდა ცხოვრება. მაქედან გამომდინარე, რაზე წყდება? გული რაც ვერ მოასწარი ამ წლებამდე, რა ქონდა ჩაფიქრებული? გული წყდება იმაზე, რომ თვით რეალიზაციაზე წყდება ძალიან გული. რაღაცები მინდოდა გამეკეთებია და ზოგი იმის ბრალი, ზოგი ჩემი ბრალი, ზოგი განუკითხაობის და რაღაც გაურკვეველი რაღაცების გამო არ მოხდა სამწუხაროდ. მაგრამ საბოლოო ჯამში არა ვარ უმაყოფილი. 72-მდე მოვედი ასეა თუ ისე და პატარა ხან თუ ვიქნები კიდე და რამეს
გავაკეთება. და თუ არ იქნება ჩააჭინე ბოლომდე სამოგებლოს ჩემი ცხოვრება და ჩაგეხუტეთ და მიყვარხართ ყველანი ძალიან. შვილებზე და ახალგაზრდებაზე რა სიტყვი ირაკლი როგორ მოგწონს სიტყვი და კაი ახალგაზრდები გყავს, მაგრამ ვინა პატრონი, კაცი, ვინ უსმენს, კაი ახალგაზრდების და ჭკვიანი ახალგაზრდები არავის უნდა. სიბნელე უნდათ და კიდევ რუსეთი და კიდევ ჯანდაბაში მიმართებენ ძლიერ. დათუნია შოკოლადები ასაკის კაცია, რაცო, ასაკის კაცი. შეიძლება ჩემი ხილს. ესე იგი რა ხდება მიდიხარ ბაზარში მაღაზიაში. პატარა ბატარეების საყიდლად ხო, ქუთაისში ბატარეების საყიდლად და შევედი მაღაზიაში მესაათეს. ერთი-ორჯერ ვიყიდე რა ეს ბატარეები გადავიხადე 2 ლარი. ერთშენია დღეს მივადექი და მეუთხარი ასეთი ბატარეა მომეცი, მომცა. დავდევი 2 ლარი. მაგასო 3 ლარი უნდაო ასე. გამეცინა და რა იყო თქო, მეუთხარი. გაგიძვირა ცხოვრება. არცეთ და რომ არ იყო, კაიო. იასნია ქოცია უკვე ქოცია იასნია უკვე შეიძლება შუაშისტია, არა, მაინც უფრო ქოცია, გამიგე და ჯომეუთხარი კერო შუქოთ ვიყავით და არაფერი რო არ იყო, цаრიელი, მაღაზიები, გზა არ ქონდა. გაზია, შევანაზე რო ყავდა. ერთმა კაცმა რო პატარა ამოგვიყვანა, მეუთხარი ჭაობიდან და რაღაცას დაანგონა ქვეყანა და იგი მეუთხარი აღარ გახსოვს, მეუთხარი იგი თქო და გამომხედა ასე სერიოზული სახით და მაცალეო ვიზიაო, იგი მახსოვსო, მამაჩემსო დათუნია შოკოლადები, როცა მქონდა მოსკოვიდან. ესე იგი უკვე სუპერ ქოცია გასაგებია, ამის მერე აღარ გავყარებია, არ ბატარე. ეთალა მაგარი ანეკდოტია. მაგარი შეძვაო ეს იყო მე ძალიან არაფერი არ ახსოვს. გამიგე დათუნია შოკოლადე. მამამის რო ჩამოყოლდა ამბროს, ტიგასო, ისა დათუნია შოკოლადე. ქუთაისია, რა? ქუთაისი ატარმოებდა. კამპიუტერი აგინარ, მიქონდათ მოსკოვში და გასაკეთე. იგი ჩამოყოლდა მამამის. ჩამოყოლდა. მამამის ქუთაისში ჩამოყოლდა. აქედან რო აგდანიდა. კამპიუტერის გაყანა. მოსკოვში გასაკეთე. დათუნია შოკოლადებს იგი არ აქვს. ის გამოვედი. იქიდან და მიმართრევენ მაგერ 30 წლის მერე. კიდო და დათუნია შოკოლადებს პირდებიან და დათუნია შოკოლადის შევტერე. მაღაზია უკეთ შოკოლადი არ გამოსულა, ვითომ ესე იგი 2004 წლიდან ვიფიქრე რომ გვეშველა რა ვარც იქნა მომცილა ეგენია და იმ 9 წელს უძახიან სისხლიას და ამას უძახიან მაგარს და ერთადერთი ასო ვიცი 2012-ში არმაგედონი მარტო ჩვენთან დადგა იმე და იგი რომ ეცრა თელი მსოფლიო გადაარჩადა ჩვენ ვიკეცით ასია ჩემო ძმაო ეს რუსული პროპაგანდაა და კგბ-ს მიერ დამუშავებული პროპაგანდაა ყოველ წუთში უნდა უძახო ადამიანს ერთი და იგივე ტყვილია მართალია და ტყვილზე იმდენად დროთა განმავლობაში მე ჩლუნგებისთვის უფრო ადრე იმაშვებიან იტაცებენ ამას და აი მაგაზე მინდა შეგეკითხო ზუსტად ეს თუ შენ ხო გაიარე ეს 70-იანი წლები 60-იანი წლები 80-იანი 90-იანი საშინელება აი შენზე პროპაგანდას მე რას გიცნობ მე გიცნობ 89 წლიდან ხო 89-90-იანი წლებიდან და არასდროს არ მიგძვნი აი ყოველთვის იყავი შენ ჩემთვის სუპერ თანამედროვე სუპერ ევროპელი არ იყავი აქაური იმიტომ რომ ჩემზე უფროსი ხარ 7-8 წლით ხო და რისი კითხვა მინდა შენზე გავლენა ამ ხალხს ვერ მოახდინა ამ ხალხზე რაფერ მოახდინა ანუ ამაზე რა პასუხი გაქვს რა პასუხი მაქვს და ერთადერთი პასუხი ისა მაქვს რომ სიბნელე და ბნელები არიან უციგნურები არიან არაფერი არ წაუკითხიათ რუსეთის მეტი არაფერი არ უნახიათ ამ გრუზინებს და რუსეთი გონიათ თელი მსოფლიო და უნდა დაუწვეთ ურმე რუსებს და უნდა კიდო ელაქუცოთ და რა გაუნათლებლობაა ჩემო ძმაო აბა განათლებული ადამიანი თუ ხარ და პატარა აზროვნებ და რამე წაგიკითხავს და რამე გინახავს რა ვიცი რა რუსეთი რის რუსეთი რა დროს უკან დაბრუნება
ირანი და შახაბასი და იანი მინდა ახლა კიდევ შახაბასი ხმალაობია და გიორგი სააკაძე და რაღაცები დაუნათლებლობა მიზეზი და მეორე არის როდეში მომიწოვია რომ ყველაფერზე რომ მომწერი არიან ხელის ლიზბი რაღაცა ისარგებლოს რაღაცა ორი კაპიკი შეიტანოს სახში და დღეს მისისტია ხვალ ბიზნესია ზეგ შევარდნადი ხამელეონიაო პიკაბროთ ხომას ინტაგრას 5 კილო კარტოფილისთვის გაყიდენ რამდენი ხანია ყოფა ხაფის ხალხი და ქუჩაში დგანან 24 საათი და სხვის საქმეებში ყოფენ სხვით და თავის საქმეში როდეში მომიწოვია და რა უნდა ელაპარაკო ახლა ამ ხალხს სიგარეტის ფული მაგენს არა ჯიბეში საქმესასმელი ნახევარჯერ შეერები არიან და კიდო ტაში ბიზნესი მეორე ნახევარი ევროპიდან ამერიკიდან აქვს გამოგზავნილი და ინგლისლანდს ხარ ჩვენ რას გამოვცადეთ შენ რასაც ამბობ ეგ არის და სავსებით გეთანხმები მომავალზე რა სიტყვი მომავალი აღარ არის აი იმაზე რა ქვია რუსაველზე აუცილებლად მოხდება ამ ხალხის და საერთოდ მოაზროვნე ადამიანების ბოლომდე მიყვანა ამ სიგეთის და ამ კარგი ცხოვრების და აუცილებლად გავხსნებით ევროკავშირის წევრიც და ყველა ნორმალური კავშირის წევრიც ცივილიზაციის ადამიანები არიან და ნორმალურად მოაზროვნეები არ არიან შურიანები, ეგოისტები, ბნელები და სხვის ნათქვამზე არ ცეკვავენ და არ ღერიან და ერთი და იგივეს თუთიყუშებივით არ იმეორებენ. რა თმინდა ეხლა მე ვიღაცის პროპაგანდა შენ თვითონ ვერ ხედავ რა დღესია ქვეყანა რა გინდა პროპაგანდა ხაინდრავები და ვიღაცა ეჩიხა და ხაინდრავები ევროპაში ასია პიდარასტებია ეგია და მიშვილები და თელი ოჯახები იქ აყავთ ამათი გასათხოვად ხავთ გაშვებული შეგაი ადამიანო გაახილე თვალი რა გეხაინდრავება და რა გებიძინება მშიერი ხარ და სიგარეტის ფული არ აგაკ და არაფერი არ აგაკ სამსახური არ აგაკ და სახში ვერაფერი შეგიტანია. რაც გექნება კაი ხარ, ასე თუ რა აღიძა. არასდროს, ასე ბნელები თუ იქნებით და არაფერს არ იაზროვნებთ საერთოდ და. და ამ დროს მახსენდება ეხა შენ და მიშკა კოსტავა, აი ვინც არ იცის, მინდა ვთქვა რომ ირაკლი კვიცარიძე არის DVS-ის მათ ერთად მუშაობდა და მე გავაგზავნე შემდეგ და ამ სტუდიის გენერალური დირექტორი იყო ირაკლი კვიცარიძე. ირაკლი მე მახსოვს, როდესაც თქვენ იღებდით იმ ეროვნული მოძრაობის დროს აი ყველაფერს იყო შეკრება თეატრთან, იყო მემორიალთან, აი კოსტავა ჩამოსული იყო ყველა ესენი წერეთელი და თელი ეს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები. და ისე კითხვა მინდა, შენი თვალით უყურებდი ამ ხალხს და იმ ხალხიდან დღეს რომლებიც ეროვნულ, ასე რომ ვთქვათ, ფასეულობით მეგონა, მე ყოველ შემთხვევაში იმ კადრებიდან ასე ვხედავ. დღეს არიან რუსეთის მომხრეები. აი ამაზე რა სიტყვოდი, იმ ხალხზე რა სიტყვოდი? რა უნდა თქვა, ახლა ჩემო ძმაო. რუსეთის მომხრე რო იქნები, შენი ქვეყნის გამანადგურებელის, არაერთხელ ამაოხრებელის. რა ვიცი, ხან ენის წარსნება დაგვიპირეს რამოდენიმეჯერ. ხან ტერიტორიები დაგვართვეს, ხან ეკლესიები დაგვინგრიეს, რა ვიცი, აბა. ხო და ის ხალხი რაფერ შეიძლება დღეს ამას უჭერდეს? რუსეთი უნდა და კიდევ რუსეთი. აი მაგას ვერ გებულო. რა უნდა გიპასუხო? მე მათ მაგივრად მე რაფერ გიპასუხო? ჩემთვის ეს ხალხი არიან ბნელები და სულ ასე დარჩებია. ყოველთვის და მარტო ეს ხალხი კი არა, მათი შვილები, ახლა ამ ადამიანების ოჯახში გაძილი შვილები, როგორი მოაზროვნეები უნდა იყვნენ, მე არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს რა. გეთახმები. ალბათ იგივე იქნებიან და არიან კიდევაც ახალგაზრდებით რუსეთი, რა რუსეთი, შვილო, ყოფილი ხარ რუსეთში, ღორ რუსეთთან ცხოვრია, იცი მათი ცხოვრების როგორია? არიან ბოზები და ლოთები, ეს უჯიშოები. ასეთ ქვეყანაში გინდათ შეტენო თქვენი შვილები და მომავალი, სულ სიბნელეში გინდათ იცხოვროთ? შენ გეხუთული. რა უნდა გითხრა? მესმის ირაკლი, მეც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ სწორად გამეც პასუხი. ეს არის გაუნათლებლობის ბრალი და იმ გარემოსი, რომელშიც ისინი იზრდებიან. არა, გაუნათლებლობაც არ არის. ეხლა ის ევროპული მანქანები და მერსედესები და რაღაცები უნდათ. ევრო რემონტები და ევროები და დოლარები უნდათ. მაგრამ ის ამერიკა და ევროპა არ უნდა თურმე იქ პიდარასები არიან და რაღაცას რაც აწყობთ ის უნდა. რაც აწყობთ ის უნდა, რაც არ აწყობთ ის არ უნდა და შეგაიდეთ მამიშვილო, ევროების გულისთვის ხარ გარდებული, სულ ყველა სოლები იმაში, რაბია საზღვარგარეთ და ევროპა არ გინდათ, აბა ვინ პუტინი მოგცემს ევროს, სულ ასიზამს, ვერ გავი. ხო არ მესმის, მე ახლა შენი მეგობრობა და შენი ფული მინდოდეს და შენ არ მინდოდე. ხო და გლანძღავდე, ესე იგი. ვერ ვნახულობ, თუ არ გინდათ ევროპა და იგი მაშინ იარეთ მასკვიცით, ზაპოროჟეცით და რაღაცა. ადინაცა. აკეთეთ და აბედა, თუ რაღაცა
ნივა. რა გინდა? სხვათა სიამაყიდა ძამბევრი მამანქანებით დღესაც მაგაზე ვგიჟდები რა მაგარი. უბრალოდ შენი მტერია გუშინ ამოგწყვიტა გაგიპატიურა ოჯახი მოგიკლა შვილი და იმას იგივეს გვიზამენ ახლა იგივეს ვაკლა რუსებს დაემატა აგერ ინდოელები პაკისტანი არაბეთი გავი ირანი და შახაბასი და გიორგი სალაგაძე და ეს მოგივარდება სახში შახაბასი და რო გაგიპატიურებს შვილებს რო გააუპატიურებს მე გამოფხიზდებით მე ვიან იქნებ. არა იმასაც ვერ გძნობენო ეხა რუსეთში ხო შეყოფილი აქვთ თავი თითქმის ბოლომდე რა თავიდან ბოლომდე ახლა იმას შვილებს ომში რო გაიწვევენ ხო იმას ვერ გებულობენ რა ახლა ასე უტვინო მოწმუნე კი არა ჩვენი მტერი იყო და ყოველთვის მესამე საუკუნეა ჩვენი მტერია რუსი ჯიში ამოწლა რუსი რო იყოს სულთა რუსი რო იყოს კიდევ ჯანდაბა მონღოლების 300-ლიანი თუ 400-ლიანი სადაც რუსი ჩევიდა, ყველგან ჩაჯმულია, სადაც დანარჩენი ცივილიზებული ევროპა ჩავიდა და გამოვიდა, ყველა თანამედროვე დარჩა, ბიჭო. ასე რომ პატარას თუ გაანძრევთ, სავსა იაზროვნებს, კაი იქნება და. ხო, ელემენტარული, შენ გეუბნებიან, რომ არ ვარგა ევროპა, ასე შვებიან და გაგაცხობენ. და ყველა იქაა. ის რა ჯანდაბა თუნდა, აი ზუსტად მაგი მახსენდება შენ დაჩა ქონდა მახსოვს მე ბანოჯაში სათაფლიას ხო ბანოჯაში აი ჩვენ ხო მაგ ფასეულობით ცხოვრობდით ევროპა და აი ილია ჭავჭავაძის ნიკო ნიკოლაძის და აი ამ ხო აი მაგარი ხალხის გრიგორო ბაგიძის ექვთიმეთაღაიჩი აი ამათი ცხოვრების აი გადავიღეთ ფილმი ხე რომელიც ეს იყო ჩვენი ახლა ბანალური შეიძლება იყოს რომ ყველას აგვაქვს ნასწავლი რომ ხეზე როცა ზიხარ შენ შტოზე რომელსაც ანუ შენ თავს ღუპავ და მახსოვს აი გადავიღეთ შენ დაჩაზე და წარმოიდგინე აი ამის თქმა მინდა იმ პერიოდის მერე გავიდოდა წლები და ჩვენ ისევ რუსეთის მოთაყვანე იქნებოდა ესერი და შენ დავადების დღეზე 72 წლის ასაკში კიდევ ისევ რუსეთში ვიქნებოდი მე ნამდვილად ვერ წარმომედგინა ასე რომ მე გილოცავ ჩემო ირაკლი შენ ყველაზე მეტად ჩემო ბიგასო ვენაცოლე გაგიმო იმით იქცენ პატივს რომ მიტო გავიხსენე აი იმ ჩვენ დაჩაზე იმ შენს დაჩაზე იმ ფილმის გადაღება ზუსტად რომ ჩვენ ყოველთვის ამ ფასეულებით ჩვენ ვერავინ ვერ გვეტყვის რომ აუ თქვენო ადრეო კომუნისტებსო და იმგესო ტრაქში უძრობოდით ან რაღაცა ვერა სულ ვიცი რომ სულ აგინებდი მამაჩემთან მქონდა პრობლემა ანალოგიური ვიცი ხა ბატონი დავითი მესმის და რაზია დიდი კაცი იყო რა თქმა უნდა საზოგადოების წევრი იყო არა ის იყო მამაჩემი და ისინი იყვნენ ერთი თაობის ხალხი კომუნისტები იყვნენ რა სული დაგულით ხა არავის არ ეწყინება მე მგონი ასე იყო და 100%. ამისთვის გიხდი მადლობას რომ არ შეიცვალე და მე მინდოდა რომ 72 წლის ასაკში მომელოცა აი ნებისმიერ ევროპის ქალაქში რაღაც წავსულიყავით ახლა ჩვენ იმდენი საშუალება ყველა ევროპელს აქვს ეს თელი წელი მუშაობენ და მით უმეტეს პენსიაზე ხო რატო არა ეს რატო აი არ უნდა ვიყოთ ჩვენ ამ მდგომარეობაში და იქ შევხედროდით თუნდაც ნებისმიერ ქალაქში და მიგველოცა ერთმანეთისთვის როგორც ეგენი დაფრინავენ ახლა ჩვენი ხალხის ფულებით ხო და არ იკლებენ არაფერს ხო თუ არ გინდა ევროპა წადი ეგ კრასნოდარში და ხო ამას ვერ გებულობ და გისურვებ ჩემო ირაკლი კიდევ ერთხელ მადლობა დღევანდელი დღისათვის ჯამთელად მეყოლე და სულ ესეთ იყავი როგორ იცახარ და ამას ერთდავა ქუთაისის ყოფილიყო ბოლო ევროპული ქალაქი და არც ზოვიზე ნაკლები ქალაქი არ იქნება არც პარიზზე არც იმაზე და არც ნაკლები ისტორია არ აქვს უბრალოდ თავარია მივიდეთ ცივილიზაციამდე და აქაც ყველაფერი იქნება რაფერს ამინ ისმინოს გვერდს ხალხი ყოველთვის ბნელი იყო ყველგან მაგრამ ნელა გამოიხედა ყველგან და იქ მოვა მაგის დროს რომ დამთავრდება ეს მიხარია რომ დათუნა შენი შვილი ჩემი მარიანაც აი ყველანი შენი ოჯახი ერთაზროვებივად ესეც ასეც უნდა იყოს მე ამწავს ოჯახი რომელიც სხვადასხვა ჭკუაზია შეიძლება სხვადასხვა მუსიკას მოусმინოს სხვადასხვა ლიტერატურა წავიკითხოთ მაგრამ ქვეყანას ყველა სხვადასხვანაირად უყარდეს ეს არ მესმის ახლა ოჯახი ჩემთვის არის ოჯახი და ამისთვის მადლობა რაღაც მინდა კიდე დავამატო რომ რა მიკვირს იცი 72 წლის კაცი ვარ, ბებერი კაცი ვარ, მე მთელი ცხოვრება კომუნისტების ქვეყანაში მაქვს გამოვლილი. მე ვაზრობ, ცოტა ასე ვფიქრობ, რომ ცივილური სამყაროსკენ და კარგი ცხოვრებისკენ და ეს ახალგაზრდები ასე რამ დააჩვენდა. სად რუსეთში მიდიხარ, ჩვილო, რა გერუსეთებად, რა დროს რუსეთია, ბოროტები არიან, ჩვენი ჯიშის გამანადგურებლები არიან და რა დროს რუსეთია და ვიღაცები გამოხდებიან აქ და რუსეთი რო არ ყოფილიყო თურმე საქართველოს ქვეყანა არ იქნებოდა რუსეთი რო არ ყოფილიყო თურმე პროპაგანდა არ იქნებოდით
რუსეთის უნარები ჩვენოვანი უკეთესები ვიქნებოდით. ჩვენი განათლებით, ჩვენი კულტურით, ჩვენი ზრდილობით, ჩვენი, რა ვიცი, ყველაფრით, ტრადიციებით 1000-ჯერ უკეთესი ქვეყანა გვექნებოდა. ასეთი პატარა ქვეყანა გვაქვს და დამწერლობა გვაქვს, საკუთარი არაერთი თან. ანუ სულ ინდივიდუალიზმი გვახასიათებდა. ანუ უტვინო ერი არა ვარ, პროსტა რაღაცა სცენი ჭირს, რომ არა ვარ. არა, ზარმაცი ხალხის კი არა ვარ. არავის არ უნდა, მუშაობა არავის არ უნდა და ვიღაცა ხაინდრავა და პედოფილი იგივე რა, რამიშვილია თუ ვიღაცა ხო, და იგი დაგეჭირა. მაგის უ დებილი იყო კაცო. და ამ ხალხის შვილები იქ არიან, საზღვარგარეთ. მაგის შვილიც მაგის უნდა გამოდის. ხო, ეგ არის რა, ამას ორგებულო, მე როცა არ მიყვარხარ და არ მინდებხარ, შენთან ვერ დავждები. აი, მიტომ მიხარია შენთან მოსვლა და თქვენ ოჯახში რომ ეს არის ერთიანი ოჯახის ძლიერი. მეორე საკითხისა, უამრავი ადამიანია, განათლებული და ზოგი აკადემიკოსია, ზოგი პროფესორია. მაინც იდიოტობას ხოცები არიან უმეტესობა. ზოგი მეცნიერია და ზოგი რა ვიცი, თავი უსკდება, ცოდნით და განათლებით, მაგრამ ინტელექტი არა აქვს და თუ ინტელექტი არ ახნია, ცოდნას აზრი არ აქვს შენ ცოდნას. თუ იმ აკადემიკოსი ხარ და რუსებზე მელაპარაკები, კაი ხალხია და მე აღარ ველაპარაკებ. ისე რუსეთში უნდა დაგაბრუნო, იმის განათლება ჩემთვის 0 აქვს. ფასი. 0. და რო შეხვალ მაშინ რა ქვია პოლემიკაში მაგათთან აზრი არა აქვს თავის აზრს არ იცვლიან არანაირად ერთადერთ რამეს გეტყვი, მე იმ კაცის ვინც პირველად რუსი აქო, თქვა იმ კაცმა, მე რა უნდა ეს ეს თავდა. აკაკის სიტყვები ხო? კი ბატონო, ჭავჭავაძის სიტყვები ქართველებო, მე თქვენ გაგვიწევთ და თქვენ მაგინებთ და მეორე გვერდზე უნდა გადავწიოთ და ზურგი უნდა მოგაქციოთ თქვენ. რა, რომელი ჯობია? კაი სამსახური რო კონდეს ადამიანებს და კაი 3000 და 5000 დოლარი რო კონდეს ხელფასი თუ თან რუსეთის სამსახური რომელიც სიამოვნებს. რაღაცა ბორინგას გადმოგდებული 500 ლარი და სადა 500 ლარი. კიდო რუსეთზე მელაპარაკო კაი. 500 ლარიაზე ვერაფერი რომელი ჯობია? ქუჩაში დგომა თუ კაი 3000 და 5000 რო გაქვს ხელფასი და სადაც გინდა წახვალ, წამოხვალ, რაღაცას ნახავ ამ ქვეყანაზე და აბა ქუჩაში უნდა იდგე და გაატარო წელი ცხოვრება, რაღაცა ვერ გამიგია. არა, აშკარად მაგი ურჩევნიათ რა. ვიღაცას ის ქუჩა მთელი ცხოვრება სიგარეტის იდიოტების. პული არ აქვს ჯიბეში 20 თეთრი ხო არ აქვს 10 თეთრი ხო არ აქვს და აგერ დაგიწყებენ უცებ რუსეთზე და რაღაცა კანინაზე დათუნია შოკოლადებს. ესე იგი მათხოვრები ხაზავენ მილიარდერს, რომ მილიარდელი უფრო კარგად იყოს ვიდრე ამ სიგარეტი იღიდოს. მოვარი აზროვნება. და მერეა კიდო და ამ კაცები გაგათხოვებენო. ამდენი ხალხია წასული საქართველოს ზოგი თქვენი ძმაკაცი, მეგობარი, ნათესავია. რომელი გათხოვდა ერთი მაინტერესებს. ეს სისულელე დეგენერატი. ნათესავი თუ ვინ? რა სისულელებს ბოდავს, გამაგები. ეს იგივეა ხო გახსოვს მიშა ბოშევს ჭამდა მისი ცოლი გვიზლებს კიდი და 1 ლარი ბენზინი მიდიოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემო პიკასო რომ უეჭველი გავიმარჯვოთ. ვინაირი შენგენაცოლე ახალგაზრდები არიან და ისე ანთებული არიან პატრიოტიზმით და სიყვარულით. უეჭველად გავიმარჯვებთ. შენგენაცოლე. ამინ. უბრალოდ დროის ფაქტორია. ერთი წელიწადია აქციები ვერ ჩააქრეთ. აუცილებლად მოხდა დემონტაჟი. რომის იმპერია დაემხო და ბრიტანეთის იმპერია და რა ვიცი. გენაცვალე დარწმუნებული ვარ მაგაში მეც და მაგალითად ჩავდა რა ქვია და კიდო ჩინგისხანთან მივყავარ გონია. კი, ვენოკი დავადები. კოცებს და ვენოკიც რავა მივიდა იმასთან გადასარევია. აი ამ განწყობით აი მინდა რომ კიდევ ერთხელ ჯანმრთელობა გისურვო, კიდევ ერთხელ დიდხანს მეყოლე და მადლობა ამ ლამაზი დღისათვის. მადლობა ერთად გაგვემარჯოს და ერთად მიგველოსოს მომავალ წელს გამარჯვება. ერთად მიგვეხციოს გამარჯვების. ამინ, ამინ. მანამდე არ მომკლას. ერთმა სანამ არ გავიმარჯვებს. შენ გენაცვალე, მეც ამას გისურვებ. ერთად გვეზე იმბოს. მიმარჯვოს, გაწველოდო.